9 აპრილი არის ერთდროულად ტრაგედიის დღეს და თან ჩვენი ეროვნული დღესასწაულის დღეს. და ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ალბათ ღირსშესანიშნავი დღე არის მთლიანად საქართველოსთვის და თან ამავე დროს ეს სიმძიმე, რომელიც თან გვახსენდება. რაღაცნაირად თითქოს გვახსენებს, რომ ხიარულებას ვერ მივეცემით. იმიტომ რომ საფრთხე ყოველთვის აქვეა ჩასაფრებული. რაღაცნაირად ამან ჩვენი ბედიც განსაზღვრა. და ჩვენ მართლაც ისეთი თემა გვაქვს ახლა ჩვენ შერჩეული, რომ ძალიან სნაურად იმეორებს დღევანდელ მოვლენებს. იმიტომ რომ მეფე, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ, ძალიან გავს კლასიკურ კოლაბორაციონიზმს და კლასიკური კოლაბორაციონიზმი კი ძალიან აქტუალური თემაა თანამედროვე საქართველოში, დღევანდელ საქართველოში და ჩვენ არ ვისაუბრებთ დღევანდელ საქართველოს, ასე ვთქვათ, ანალიზს არ ჩავატარებთ, მაგრამ ვთავაზობთ მაყურებლებს, რასაც ჩვენ ახლა განვიხილავთ, ეს ამავე დროს გაიგოს როგორც დღევანდელი დღის ანალიტიკა. დღევანდელი დღის ანალოგია. ერთგვარი იგავური ამბავი რა შეიძლება დაგომართოს, როგორ შეიძლება გაიხსენონ მე ესეთი ადამიანები, რომლებიც კოლაბორაციონიზმში არიან ჩართულები, სადამდე მიიყვანს შემდეგ საზოგადოებას კოლაბორაციონიზმი და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. დავიწყოთ ჩვენი დისკუსია როსტომ ხანის, იგივე ხოსრო მირზას შესახებ, რომელიც დანიშნა 1623 წელს შაჰ-სეფიმ ქართლში და